მშობელთან კომუნიკაცია და ურთიერთობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. თუ გვინდა რომ ბავშვთან სასურველი შედეგი დავდოთ, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის აქტიურად ჩართვა ამ პროცესში. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ბაღი ვერაფერს ვერ გახდება და სასურველ შედეგზეც ვერ გავალთ. კი ბატონო, როგორც ვიცი, საკმაოდ ხანგრძლივი ბაზრის კვლევა ჩაატარეთ, სანამ ამ ბიზნესში შემოხვიდოდეთ და შესაბამისად განსაზღვრეთ კიდეც ფასები. როგორ რა საფასო კატეგორია, რა საფასო სეგმენტი დაიჭირეთ? კი ბატონო, რაც შეეხება ჩვენს სეგმენტს, მინდა გითხრათ, რომ ბევრი ვიფიქრეთ ამაზე, რადგან ჩვენი ბაღის კონცეფცია არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საშუალებას არა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, არ გვინდა რომ გახდეს მასიური, გვინდა რომ შევინარჩუნოთ ინდივიდუალური მიდგომები, შესაბამისად გახსენებთ, რომ ჯგუფში არის 3 პედაგოგი, რაც განსხვავებული მიდგომა ასევე, გეცოდინებათ, რომ 1-2 პედაგოგია მაქსიმუმ, პლუს ამას ჩვენ საჭიროების შემთხვევაში გვყავს სპეცმასწავლებელი, მიმაგრებული თითოეულ ბავშვზე, საჭიროების შემთხვევაში ასისტენტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტატუსისთვის არ გყავდეს ფსიქოლოგი მხოლოდ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და ხარისხი მოითხოვს გარკვეულ თანხებს. ეს თანხები და ეს ხარჯები რომ დავაკმაყოფილოთ, აუცილებელი იყო დაგვესვა ისეთი ტარიფი, რომელიც დაფარავდა ამ ხარჯებს და პლუს ამას მოგცემდა არსებობის საშუალებას და წინ წასვლის. და როგორ განისაზღვრა საბოლოოდ აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე? დავთვალეთ საშუალოდ ჩვენ თქვენ არ ვიცი გყავთ თუ არა შვილი გყავთ შვილი კი ბატონო გეყოლებათ აუცილებლად და აი ძიძის გადასახადი პირობითად რაც ყველა ოჯახში უკვე ძალიან აქტუალურია დაახლოებით 1200-1500 ლარიდან იწყება ჩვენ გათვლა გქონდა რომ ამაზე მეტი არ უნდა ყოფილიყო ჩვენი ტარიფი ანუ 1500 ლარით თვიურად და რა ხანგრძლივობას განსაზღვრავს ბავშვის იყოფის განმავლობაში? 9-დან 6 საათამდე ოფიციალურად, რაც მოიცავს უკვე პროგრამულ ნაწილს, თუმცა ვითვალისწინებთ იმას, რომ უჭირთ მშობლებს 6 საათამდე მოსვლა და 6-დან 7-მდე გვაქვს გახანგრძლივებული ჯგუფი. ანუ ეს ასე ვთქვათ ბენეფიტიც აქვს, რომ რა თქმა უნდა, ეს გადასახადში შედის. გვაქვს ინდივიდუალური მიდგომები, ოჯახის წევრებთან მიმართებაში, თუ არიან მრავალშვილიანი, მოკლედ ბევრი დამატებითი სერვისიც გვაქვს, რომელიც ესე არ მინდა ახლა მოგაცდინოთ. კი ბატონო და ვინ ქმნის ლარდის, ვინ არიან ის თანამშრომლები, ვინც უკვე ერთიანდება, რამდენ ადამიანს ითვლით და ზოგადად რამდენ რთული არის პროფესიონალი აღზრდელ მასწავლებლის შერჩევა? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის, რომ თქვენი გუნდის წევრი გახდეს? კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ჩემთვის არის როგორც გამოწვევა, ასევე გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული. რას უკავშირდება ეს სირთულეები? ძალიან რთულია დღევანდელ პირობებში იპოვო პედაგოგი, რომელსაც აქვს თან გამოცდილება, თან მიმღებლობის უნარი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგს ჰქონდეს მიმღებლობის უნარი, უყვარდეს ეს საქმიანობა და რადგან როგორ გითხრათ, შეიძლება მე მქონია პრაქტიკაში ესეთი რაღაცა, რომ 18 წლიანი, 10 წლიანი გამოცდილებით მოსულან ჩემთან პედაგოგები, შეიძლება ეს მშობლისთვის უფრო კარგად ჟღერს, რომ აი გამოცდილი პედაგოგია მის შვილთან, თუმცა ამ პედაგოგს არ აქვს იმის უნარი, რომ მიიღოს ახალი მეთოდოლოგია და ადაპტირდეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია დასინქრონება იმ თანამედროვეობასთან. მე მირჩევნია შემოვიყვანო ჩემ გუნდში გამოუცდელი კადრი, რომელიც მომყვება ბოლომდე. მე პირადად ტრენერიც გახლავართ, ჩვენი ფსიქოლოგი ანალოგიურად და ჩვენ გვაქვს მიზანი და გეგმა, რომ ჩვენ აუხსარდოთ ჩვენი პედაგოგები. ჩვენი პროგრამა ძალიან განსხვავდება სხვა პროგრამებისგან, ამიტომ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვიპოვით ისეთ პედაგოგს, რომელიც ავტომატურად მოერგება ჩვენს მოთხოვნებს. ხედავთ
კვალიფიციური კადრების დეფიციტს ამ მიმართულებით? სერიოზული დეფიციტია. ძალიან ბევრი მეკითხება, როგორ ვაპირებ კადრის შენარჩუნებას და მინდა რაღაცნაირად გაგიზიაროთ ეს ჩემი პოზიცია. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ შევქმნათ ისეთი სივრცე ჩვენი ბაღის მეშვეობით, სადაც პედაგოგები გარდა იმისა, რომ დასაქმდებიან, აიმაღლებენ კვალიფიკაციას სამწლიანი პროგრამის სახით. მაგალითად, თუ თქვენ მოხვალთ ჩემთან და გექნებათ სურვილი, რომ ამ მიმართულებით ისწავლოთ და წინ ხედავთ თქვენ თავს ამ სფეროში, ჩვენ შემოგთავაზებთ სამწლიან ხელშეკრულებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა სახის ტრეინინგები, გადამზადების კურსები და მესამე წლის ბოლოს, როდესაც დაასრულებთ ჩვენთან, გაივლით ყველა იმ საჭირო რაღაცა მოთხოვნილებებს, გაცვლით პროგრამებსაც გეგმავთ. ჩვენ არ გვაქვს მიზანი, რომ შევინარჩუნოთ წლების განმავლობაში ერთი და იგივე პედაგოგი. პირიქით, ახალი სისხლის სულ აუცილებელია ხოლმე კოლექტივში და ჩვენგან გასული პედაგოგი თამამად იტყვის, რომ არა მარტო თეორიული ცოდნა გაიარა, არამედ პრაქტიკული ცოდნაც აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სფეროში. რამდენი ადამიანია ამჟამად? ამჟამად მხოლოდ 3 პედაგოგი ყავს და 3 ასისტენტი ყავს. ბავშვი რამდენია და როგორ ელოდებით უკვე სექტემბერში? ჯერჯერობით. სადამდე ასვლას, რა მაჩვენებელს კი ვარავთ? ბატონო, ჯერჯერობით ჩვენთან 15 ბავშვია, 15 პატარა ახალისებს ამ გარემოს, როგორც ასეთი. ყავს 3 პედაგოგი და ასევე 3 ასისტენტი. ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, თუმცა ესეც დაბალანსებული გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვის ინტერესი იყოს დაცული და არ მოხდეს რომელიმე ბავშვის ხარჯზე ეს. შესაბამისად, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ასისტენტებით და სპეცმასწავლებლებითაც. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ და ველოდებით თქვენთან ერთად, ესე იგი როგორი იქნება უკვე ახალი სეზონი, ახალი სასწავლო წელი და შემდეგ უკვე ერთსაც დავამატებ თუ შეიძლება, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ორიოდე სიტყვა ვთქვა ჩვენ ღია კარის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა კვირას 21 აპრილს და მინდა გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა ჩვენ პარტნიორ კომპანიებს. 27-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, გამოფენა გაყიდვა ჰქონდა, საფესტივალო გარემო იყო და ეს სტერეოტიპებიც დავამსხვრიეთ ჩვენ. მშობლები თავიანთ შვილებთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად მობრძანდნენ, გაერთნენ და ძალიან ისეთი სასიამოვნო ემოციებით წავიდნენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და საინტერესო ამბები წინ. ნინო მაისაშვილის საბავშვო ბაღი ლარდის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.